მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და ეს ვიდეო იქნება ამ კვირის ქარდის, სტერლინგის და ზალალის ქარდის ბეთინგ განხილვა. უпростоრად ბეთინგ ბილეთების ჩვენება. ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ განახებ ჩემ ბილეთებს. წინა ქარდის ბილეთებზეც არ დავიწყებ ბევრ ლაპარაკს, რადგან ჩავწერე უკვე ერთი ვიდეო, უბრალოდ ეხა მაინც ამოვანათებ წინა კვირის მოგებულ ბილეთებს. გავამწვანეთ მოკლედ წინა კვირას ეს ორი ბილეთი და დიდი იმედი მაქვს ამ კვირასაც რამეს გამოვკრავთ ხელს. არ მაქვს მსგავსი იმედი როგორც წინა კვირას მქონდა. წინა კვირას გითხარით ჩარლზ ჯორდენის ვენდობოდი ძალიან და მთავარ ჯგუფში რო KO-ით დასრულდებოდა ძალიან მაგრამ ეგონა ეგეც. და მოკლედ მსგავსად ამ ქართზე არ გვაქვს ეგეთი არაფერი რა. მაგრამ ტრადიციულად რა თქმა უნდა მაქვს ბილეთები და განახებთ პირდაპირ ჩემი ამ კვირის ბილეთებს. სანამ გადავიდოდე ბილეთებზე, თხოვნამ ექნება რომ დავალაიქოთ ვიდეო, გამოვიწეროთ არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი და კომენტარების დამიწერეთ. დავიწყოთ მოკლედ და ჩაუჩოჩები ეხლა და ამოვანათებ ამ კვირის ჩვენ პირველ ბილეთს 7.25 კოეფიციენტით საერთო ჯამში. პირველი პოზიცია მონტელ ჯექსონსა და რაონი ბარსელოსის ბრძოლაში გვექნება 2.5 რაუნდზე ნაკლები. ვფიქრობ ძალიან დიდი შანსი აქვს მონტელ ჯექსონს რომ გააგოროს ბარსელოსი ამ ჯგუფში. ძალიან მაგარი სტრაიკერია, ბევრად კაი სტრაიკერია ვიდრე ბარსელოსი და დიდი შანსია რომ დაანოკაუტოს, თუმცა იმასაც ვფიქრობ რომ თუ ეჭიდავა ბარსელოსი შეიძლება რამე მტკივნეულზე დაიჭიროს და ზუსტად ამიტომ 2.5 რაუნდზე ნაკლები მაქვს ამ ბილეთში აღებული. მეორე პოზიცია იქნება ნორმა დუმონტი 1.42-ით. ნორმა საერთოდ მაგრამ მგონია ამ ქართზე და ეხლა ვიგეუბნებით რომ ყველა ბილეთში მყავს ნორმა. მესამე პოზიცია ამ ქართზე იქნება მთავარ ჯგუფში, ზალასა და სტერლინგის ჯგუფში. რო ბრძოლა მორჩება მეხუთე რაუნდში ან დესიჟენი. გონია რომ გაიწელება ეს ჯგუფი და დესიჟენამდე მივა და ზუსტად ამიტომ მეხუთე რაუნდი ან დესიჟენი 2.25 კოეფიციენტი, სულ 7.25 ეს არის ჩვენი პირველი ბილეთი. მეორე ბილეთი მსგავსად პირველისა, სამი პოზიცია ისევ ოდნავ მეტი კოეფიციენტით 9.66-ია სულ. პირველი პოზიცია ბარსელოსის უბრალო გამარჯვება. პირველ ბილეთში მქონდა 2.5 რაუნდზე მეტი. იქ უფრო მონტელ ჯექსონის ფინიშისთვის მაქვს 2.5 რაუნდზე ნაკლები აღებული და აქ ბარსელოს ჩავსვავ. ფიქრობ ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება ეჭიდაოს და დესიჟენი წამოიღოს, ან როგორ თქვი შეიძლება საბმიშენსაც გამოკრას ხელი, ზუსტად ამიტომ ბარსელოსი. მეორე პოზიცია გვექნება რაფა გარსიას და ალექსანდრე ჰერნანდეზის ჯგუფში. რაფა გარსიას მესამე რაუნდში მოგება ან დესიჟენით მოგება. მგონია რომ გადაიტანს თავიდან ჰერნანდეზის პირველ ორ რაუნდს და მე მესამეში შეიძლება დააფინიშოს, არ გამოურიცხავს საერთოდ მაგას, ან დესიჟენით მოიგოს, მეორე რაუნდი მოიპაროს და მეორე და მესამე რაუნდს მოიგებს. ცოტა რისკიანია, არ დავმალავ, მაგრამ მაინც მინდოდა რომ აუცილებლად ამეღო გარსია, თან ისევ კოეფიციენტებში რაღაც ცვლილებებია ჰერნანდესთან და გარსიაზე მოდის ფული. არ ვიცი მოკლედ ამ ჰერნანდეზის ჯგუფებში რა ხდება და მივენდობი გარსიას და ბოლოს დუმონტი, როგორც თქვი, სულ 9.66 ეს არის ჩვენი მეორე ბილეთი. მესამე ბილეთზე გადავიდეთ 12.56 კოეფიციენტი და აქ მაქვს აღებული ერიკ მაკონიკო პირველი პოზიცია 3.12 კუშით. ძალიან სუყე ანდერდოგია მაკონიკო და მგონია საერთოდ რომ ძალიან დიდი შანსი აქვს ამ ჯგუფში. ზუსტად მაგიტომ რისკავ და ვსვავ ერიკ მაკონიკოს. მგონია რომ თუ ფეხზე გაჩერდა ეს ჯგუფი, თუ მოახერხა მაკონიკომ და დაიცვა ტეიქდაუნებისგან თავი, მომწონს საერთოდ მისი სტრაიკინგი, საერთოდ არ არის ცუდი მებრძოლი. არ მგონია რომ ამხელა ანდერდოგი უნდა იყოს. გავრისკავ და მაკონიკოს ჩავსვავ და შემდეგ ჯგუფებში მაქვს დაბალკუშიანი ბრძოლები აღებული, რომ თქვათ აი თავიდანვე არის მაკონიკო და თუ წამოვიდა მაკონიკო, მე დიდი შანსია ჩემი აზრით რომ ეს ბილეთი წამოვიდეს. ზუსტად ამიტომ მეორე პოზიცია იქნება დეივი გრანტის და მარტინეტის ჯგუფში მესამე რაუნდი ან დესიჟენი. აქაც ვფიქრობ დესიჟენამდე მივა ეს ჯგუფი, ორივე ძალიან გამძლე მებრძოლია და ვფიქრობ ვერ დააფინიშებენ ერთმანეთს. ზუსტად ამიტომ ეს იქნება ჩვენი მეორე პოზიცია. მესამე პოზიცია ჰერნანდეზის და გარსიას ჯგუფში იქნება, რომ ჯგუფი მესამე რაუნდში მორჩება ან დესიჟენით მორჩება. აქ გარსია აღარ გვაქვს. უბრალოდ მესამე რაუნდში უნდა მორჩეს ჯგუფი ან დესიჟენით 1.29 საკმაოდ დაბალი კოეფიციენტი აქვს. მეოთხე პოზიცია იქნება ისევ ნორმა დუმონტი და მეხუთე პოზიცია აქ არის სტერლინგის და ზალალის ჯგუფში, რომ ქულებამდე მივა 12.56 საერთო ჯამში. ეს არის ჩვენი მესამე ბილეთი და ბოლო მეოთხე ბილეთი გვაქვს. პირველი პოზიცია არის ჯულია პოლასტრი, პირველი ჯგუფი. ხალების დაპირისპირება და მგონია რომ პოლასტრი უკეთესი მებრძოლია, ვფიქრობ უნდა მოუგოს ალენკარს.
ზუსტად მაგიტო პირველი პოზიცია არის პოლასტრის უბრალო გამარჯვება, მეორე პოზიცია ბუჩეჩას და რაიან სპენის ჯგუფში 1-5 რაუნდზე მეტი. ამის გუში ძალიან მომწონს და ძალიან თავისუფლად მგონია, რომ შეიძლება გაიწელოს ეს ჯგუფი, ორივე ძალიან სლოპი ჰევივეითია. ვფიქრობ ბუჩეჩა შეეცდება, რომ ტეიქდაუნებზე შევიდეს, რაღაც მომენტში ვფიქრობ სპენი დაიცავს თავს, მერე თავის სტრაიკინგს დაიწყებს, მერე ისევ ფეხებში შევა ბუჩეჩა და მგონია, რომ ცოტა გაიწელება და ზუსტად მაგიტო 1-5 რაუნდზე მეტი. შემდეგი პოზიცია არის გრანტი მარტინეტის ჯგუფი ისევ და ამ ჯგუფში მაქვს პირდაპირ აღებული, რომ ქულებამდე მივა. ამასაც ცოტა მეტი კოეფიციენტი ქონდა, 1.77 აქვს, ისევ შემდეგი ნორმა დუმონტი და ბოლოს ისევ სტერლინგის და ზალალის ჯგუფში დესიჟენამდე რომ მივა. და მთლიანობაში გამოვიდა 12 კოეფიციენტი. აქ მე რასაიძეც ვბეთაობ, რაღაც მულტი ბუსტი იკვრება ხოლმე და ზუსტად მაგიტო აქ ცოტ-ცოტათი მომატებული კოეფიციენტები. ეს თვითონ საიტი აკეთებს ამას და 11.53-ის მაგივრად 12 კუში გამოვიდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან რთულია საბეთაოდ ჩემი აზრით ეს კარდი და ძალიან გამიჭირდა ბილეთების შეკვრა, მაგრამ რაც არის ეს არის და რა ვიცი, იმედი მაქვს ამ კარტსაც გავამწვანებთ. ყველანაირად შევეცადე, რომ ცოტა ნორმალური კოეფიციენტი შემეკრა და რაც არის მოკლედ ეს 4 ბილეთია. იმედია რამენაირად დაგეხმარებით, რამე პოზიციას აიღებთ ჩემგან და გაამართლებს და ხო მოკლედ სულ ეს იყო ჩვენი ამ კვირის 4 ბილეთი. და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩვენ შევხვდებით შემდეგ კვირას. ფერთის კარდი გვაქვს, ავსტრალიის კარდი გვაქვს, ბევრად უკეთესი, ძალიან კაი ბრძოლებით და დიდ მოლოდინში ვარ მოკლედ მაგ კარდისთვის. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.